რეაქციას ველოდი, ცხადია რომ ხა უარყოფითი რეაქცია ექნებოდა ამაზე ორი აზრი არ არის. დიახ, როგორც. მაგრამ ეს რეაქცია და გეტყვით რა, უფრო მეტად მე არ ვფიქრობ, რომ ასეთი მწვავე რეაქცია, როგორ ხა არაადეკვატური რეაქცია არის ახლა. და რატომ არის არაადეკვატური? ძალიან მარტივად ვიტყვი, იმიტომ რომ ბრიტანეთის სანქციების მიხედვით მაგალითად ყველა ის ბანკი ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც აი ამ სანქცირებულ სუბიექტთან იქონიებს ურთიერთობას, ასევე იქნება დასანქცირებული და თქვა TBC ბანკი, საქართველოს ბანკი, საქართველოს უამრავი კომპანია, რომელიც თქვა ლონდონის ბირჟაზეა, იქ არის დარეგისტრირებული, იქ პარტნიორები ყავთ. ეხლა მათი საფრთხის ქვეშ დაყენება, ანუ რეალურად რასაც ბატონი კობახიძე ამბობს, ეს არის სერიოზულად საქართველოს საბანკო სისტემის სერიოზული კრიზისის მომასწავებელი. თუ ეს შესრულდა, რა თქმა უნდა, და არ დაიფიქრეს. იმიტომ რომ რეალობა თავისას მოითხოვს. ასე უცებ გადაეწყო თქვა რუსულ ბანკებზე ან რაღაცა ყაზახურ ან უზბეკურ ან მოკლედ ჩამოცილდა მთლიანად ჩაეხსნა ბრიტანეთს, დასავლეთს და გადაერთო რაღაცა სხვა იმაზე, ამისთვისაც ზად არ არიან, იმიტომ რომ მე მაინც ვფიქრობ, რომ ამას არ ელოდნენ რატომღაც. და მოულოდნელად დაატყდა თავზე გუშინ ერთი მესიჯიც კი არ ქონდათ, ერთი მესიჯ ბოქსიც, რაც ყოველთვის აქვთ ხოლმე, ყველა ერთ და იგივეს რო ამბობს, და საოცრებები იძახეს, იქ ვიღაცა გორდოლაძემ საერთოდ პადრის მკვლელობა დააბრალა რამის ბრიტანეთს და იმედის დარბევა ერთდროულად. რაღაც საოცრებები ილაპარაკეს, იბურთხეს, იგინეს, ილანძღეს. დღეს ესეთი განცხადება პირდაპირ დირექტიული ბრძანება, რომ არ დაემორჩილონ სანქციებს. ახლა არ ვიცი ეს რამდენად ადეკვატურია, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს რუხაძის გასვლის კონტექსტში ხშირად იყო ამ დღეებში საუბარი, რომ თქვათ რუხაძის გაწევა ამ თემიდან ზუსტადაც ამ პროცესის მოსალოდნელობით აიხსნებოდა, მაგრამ მაშინ რამდენად ლოგიკურია, რომ თქვათ ეს მოულოდნელი ყოფილიყო ხელისუფლებისთვის. ბიძინა ივანიშვილისთვის. მე ახლა გეტყვით ეს პატარა პროგნოზი, მე არ გამიკვირდება, რომ რუხაძის წინააღმდეგ აღიძრას საქმე. აჰა. ბიძინა ივანიშვილი ახლა იქნება რუხაძეზე გამწარებული. იმიტომ რომ ცხადია რუხაძეს ეს ინფორმაცია ქონდა, ეტყობა ბიძინა ივანიშვილს, ან არ მიიღო ეს სერიოზულად, ან ესეც ახლა ძალიან და ესეც მოკლედ მოტყდა. აშკარად ეს რომ მოტყდა ასე აქედან. რა იმითაც ეტყობა რომ 1000 ლარად მიყიდა იმედი, აბსოლუტურად არაკვალიფიციურ, არაკომპლეტ ტიტუშკას მიყიდა ელემენტარულად, ვიღაცა ტიპი ქვებს რო ისრო და იქ სასტუმრო საქართველოსთან. აი იმ ტიპს. დებატების ინიციატივაც ჯდება ამ კონტექსტში, ბატონ დავით? აი ეს რა თქმა უნდა ხო, ნახავდით რომ ამაზეც არის სოციალურ ქსელში გარკვეულწილად განხილვა, რომ აი ეს არის რაღაც მიზანმიმართულად წამოწყებული პროცესი, ღიაობის საჩვენებლად, მაგრამ ის ვერანაირად ვერ ითამაშებდა. რა თქმა უნდა, ჩვენთან დაახშირად ხდება სამწუხაროდ ასეთი რაღაც, არ ვიცი ხა მე არ მინდა რაღაც ვიღაცებს თქვა დავარიგო, მაგრამ ჩვენთან мотивაციებს ურევენ ფაქტის შინაარსში. ანუ ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლებას რა мотивაცია აქვს, ეს ერთი საკითხია. ცხადია, მათი мотивაცია არის, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში სამარადჟამოდ. ეს არის მათი мотивაცია და რასაც აკეთებენ, ცდილობენ აი ამ მიზნისკენ წავიდნენ. ეს ცხადია, დებატებს რო უშვებენ, ისინი ფიქრობენ, რომ ამით რაღაცას მოიგებენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დებატები, ასე ვთქვათ, როგორც რეალურად ეს ფაქტი არის ხელისუფლებისთვის აუცილებლად მომგებიანი. იმიტომ რომ ხელისუფლება ცდება, ბიძინა ივანიშვილი ცდება, მათაც შეიძლება დაუშვა შეცდომა, რაღაცა ვერ გათვალონ. მე პირადად მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ტიპის დებატი, აი აბსოლუტურად ნებისმიერი ტიპის დებატი, ნებისმიერ ადგილას, სადაც კი მართალი სიტყვა ისმის, ხელისუფლება არის დღეს იმდენად, ასე ვთქვათ, დგას სიცრუეზე, სიყალბეზე, ცილის წამებებზე, რომ ყველგან მომგებიანია. ერთ ორ ადამიანს რო გული შემოუყვება, რაღაცა დააფიქრო და ცოტა სხვანაირი თვალით შეახედო ხელისუფლების პროპაგანდას, ესეც საქმეა. გასაგებია, ბატონ დავით, აი მოდი სანქციების საკითხად დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ მოცნების, კონკრეტულად კობახიძის რეაგირებამ პაპუაშვილის საერთოდ ნახეთ ხო რა პარალელი ქონდა იმედის და პოსტივის დასანქცირება. გასაგებია, იმედის სანქცირებას რომ შეადარებ ახლა 25 თებერვალს, ეს არის არაადეკვატური რეაქცია, ხა ნორმალური, ახლა ეს რეაქცია ძალიან მარტივად რო ვიკითხოთ ახლა. შენი ქვეყნის უცხო ჯარის მიერ, რუსეთის ჯარის მიერ შენი ქვეყნის დაპყრობას ადარებ რა სანქცია რა არის ახლა შენ არის, სანქცია არის ის რომ
ეუბნება ის სახელმწიფო რომ შენ თუ ასე ვთქვა ჩემი წინააღმდეგი ხარ და მე მტრობ არ მინდა რა შენთან ურთიერთობა და მორჩა. გასაგებია, მაგრამ აი ოცნება ამ ნაბიჯებით, ბატონ დავით. აი რასაკეთებს? ანუ აი როგორ გაგრძელდება პროცესი? ანუ ეს როგორ ჩაითვლება სანქციების არახსრულებად, თუ ხელი შეშლათ, თუ აი როგორ იქნება შემდგომი პროცესი? იმიტომ რომ გზამკვლევის ეუბნება ხო კობახიძე აი ყველას რომ მაინც თანამშრომლად გააგრძელეთ, ანუ ჩვენ მოვიფიქრებთ რაღაც მექანიზმს, რომ არ დაზარალდეთ თქვენ, არ დაზარალდნენ კომპანიები და იყავით მშვიდად. ეს ასეა? არა რა თქმა უნდა ასე როგორ არის ახლა ეს მეგონი კობახიძემაც უნდა იცოდეს ეს ასე არ არის იმიტომ რომ შენ სანქცირებულ სუბიექტთან აგერ წაიკითხოთ ბრიტანეთის სანქციების შინაარსზე რამ გამოქვეყნდა რას გულისხმობს ეს პირდაპირ იქნება რომ მაგალითად იგივე TBC ბანკი შეიძლება აღარ იარსებოს ან საქართველოს უბრალოდ ჩამოიქცეს და ეხა სანამ ესენი მოიფიქრებენ ის ბანდი ჩამოიქცევა ვინაცლის ამდენი ხანი ხო და არ ჩამოვაქცევთო ამბობს ეს ადამიანი და ანუ აი ფარცხალაძის მაგალითი რო გავიხსენოთ გამოდგება ეს მაგალითი თქვათ რაღაც მსგავსი სცენარის შესაქმნელად ფარცხალაძის რა უნდა გააკეთონ ეხა ბიზნესად თუ მისცემს თავის ფულს არ ვიცი ეხა და სხვა რა უნდა გააკეთონ მითხარით შეუძლებელია ეს უბრალოდ შეუძლებელია ეს უბრალოდ ასე მაშინ არც ადრე რუსეთის წინააღმდეგ სცენარებზე რო იყო სანქციებზე რო იყო ლაპარაკი და იძულებული იყვნენ მაშინაც ბანკები ეს გაეკეთებიათ კი ერთხელ ფარცხალაძის გულისთვის რაღაც კანონები შეცვალეს მაგრამ აგრა ბრიტანეთის კანონებს თურმე ვერ შეცვალეს ახლა ასე დაავალდებულო რომ წადი ახლა იქ ბრიტანელი პარტნიორები ყავთ ამ ბანკებს იქ იგივე გამგეობაში ისინი თავის წელს გაიტანენ მაშინ დაქტოვებენ ამ სანქციებს და დამთავრდება ახლა მე რა მეც მაქვს საქართველოს და TBC ბანკში ანგარიშები და თქვენც ალბათ და ყველას და ყველას შეგვეხება მაშინ მაგრამ ქვეყანაში იქნება სერიოზული კრიზისი თუ ასეთ ჯიუტად წავლენ ამ რაღაც ვითარებას და არა მარტო ამ ბანკზეა ლაპარაკი უამრავი კომპანიაა რომელთაც რაღაც საერთაშორისო დონეზე უნდათ საქმიანობა რაღაც თავის რეპუტაციას უფრთხილდებიან და სანქცირებულ კომპანიასთან ეხლა ასე პირდაპირ თან აი ჯინაზე როგორც სიტყვია რა ასეთი გამოწვევის ხელისუფლების მოწოდების შემდეგ რაღაცა წავიდნენ ამაზე ნუ ეს ან წარმოუდგენელია ან სუიციდის თოლფასია ელემენტარულად თლიანად ბიზნესი მაშინ უნდა თქვას რომ მე ბიზნესი კი არა ვარ მე ვარ ასე ვთქვათ სახელმწიფოს მონადა ну არ ვიცი ეს რამდენად მოხდება და რამდენად რეალურია არ გამოვრიცხავ რომ ცოტა შეცვალოს პოზიცია ცოტა ეს პირველი ბრაზი რო გადაუვლით მე შეიძლება ცოტა დაფიქრდნენ და რაღაც ფაქტები ნახონ ახლა მეტომეტეს ბოლო-ბოლო ახლა ყველაფერს დავიდავართ ახლა მე გამოვიდი ისე რაღაცას ვასწავლი მაგრამ ну ბოლო-ბოლო შეუძლიათ სხვა ტელეკომპანია შექმნან და იგივე გააკეთონ კი ისიც დასანქცირდება მე რაღაც პერიოდში დიდი მადლობა ცოტა ხნის შემდეგ მაგრამ ну რაღაც ფაქტები ახლა ეცებოდა არა საბანკო სისტემის ჩამოქცევის ალბათ იძულებული იქნებიან ამ ჭუამდე მივიდნენ თუ არა და ну აგერ ვიხილავთ ყველანი რაც მოხდება დიდი მადლობა დაგემშვიდობებით პოლიტოლოგი დავით ზურაბი